პასუხი ვენეციის კომისიიდან საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დასრულებულია. წერილობითი დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა კომისიის შეფასებებს წინასწარ ასაჯაროებს ქართული მხარე. ვენეციაში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ევროპული კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების დიდ ნაწილს დადებითად აფასებს. მათ შორის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესსაც. საპირისპიროს ამტკიცებენ ნაციონალები. ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნის პირველადი ტექსტი მონაწილე მხარეებს უკვე გააცნო. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ კომისიის დასკვნა თავად პროექტის ავტორებმა დადებითად შეაფასეს. დადებითად არის შეფასებული ის გარემოება, რომ პრეზიდენტს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ ექნება თავის წარმომადგენლების დანაშნის უფლება, რომ პარლამენტი წევრებს აირჩევს არა საკუთარი შემადგენლობისგან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. მთლიანობაში გაზიარებულია და ვენეციის კომისიის დასკვნის ავტორები მიესალმებიან ასევე სასამართლო დარბაზებში კამერების შეტანის უფლების აღდგენას. სტომაზე დამსწრე საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კომისიის ექსპერტებს საკუთარი არგუმენტების სისწორეში არწმუნებდნენ. უმრავლესობა კმაყოფილია თინა ხიდაშელის განცხადებით, კომისიამ კანონპროექტში ინიცირებული იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებისა და შემადგენლობის შეცვლის საკითხი დადებითად შეაფასა. ამ დოკუმენტის წაკითხვის დროს გადადიხართ პარაგრაფიდან პარაგრაფზე და პრაქტიკულად ყველგან გამეორებული და დადასტურებულია ამბავი იმის შესახებ, რომ მსგავსი რეფორმა არის აუცილებელი. ერთი, ეს რეფორმა არის პროგრესისკენ ორიენტირებული, ორი, მესამე, რომ ის რაც მანამდე იყო არადემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ცვლილება. იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც დანიშნულები არიან დღეს უზენაესი სამართლის თავმჯდომარის მიერ, არჩევნების წესით უნდა ჩანაცვლენ. სწორედ იუსტიციის საბჭოს შეცვლის საკითხი იქცა ვენეციაში მყოფი უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელთა დაპირისპირების მიზეზად. კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მათი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. მე არა მაქვს იმედი სიმართლე გითხრათ, რომ ქართული ოცნება გულისხმობით დაიჯერებს და გულისხმობით გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, თუმცა ბუნებრივია ჩვენ პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირებთ და მათ შორის ეს იქნება ცხადი საზოგადოების ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. კომისიის დღევანდელ სხდომას იტალიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ესწრებოდა. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად შენიშვნები იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსტანტინე კუბლაშვილსაც აქვს. 6 არამოსამართლე წევრის ეხლანდელი პოლიტიკოსის წევრის ნაცვლად ინიშნება 6 არამოსამართლე წევრი, რომელიც დაინიშნება, რომლებიც იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და ადვოკატების წარმომადგენლები. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ მათი დანიშვნისას აუცილებელია შესაბამისი შეთანხმება მოხდეს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის და მხოლოდ უმრავლესობის ხმებით არ დაინიშნონ ისინი. ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. კონკრეტული შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია სწორედ დასკვნის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. ვენეციის კომისიის დასკვნას შეფასებები მოყვა. თბილისშიც უკვე გააკეთეს კომენტარები პრეზიდენტის სახელით ნინო კალანდაძემ და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია იმ ინფორმაციისგან განსხვავებით, რომელსაც თავად ვენეციის კომისიის სხდომაში მონაწილე უმრავლესობის წევრები და ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე აკეთებს. ანუ განსხვავებულ კომენტარებს აკეთებენ თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ მიესალმებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და რომ ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ მივესალმებით, რომ ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა სასამართლოს დამოუკიდებლობას და სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობას და იმედს გამოვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ამ პოზიციას და არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააშორებს ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს. ვენეციის კომისიამ ჩვენი მოლოდინის მიხედვით სრულებით დაიკავა სასამართლოს დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის პოზიცია. მისი მხარე და მთავარ საკვანძო საკითხში ვენეციის კომისია მოითხოვს კანონის, რომელიც წარადგინა საქართველოს მთავრობამ, მნიშვნელოვან შეცვლას საქმე ეხება მთავარ სულისკვეთებას, მთავარ მომენტს ამ კანონისა. რეალურად რა დასკვნა მიიღო ვენეციის კომისიამ ამის შესახებ გახდება ცნობილი სწორედ ამ დოკუმენტის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ. სწორედ დოკუმენტის განსაჯაროების შემდეგ მიიღებს როგორც საზოგადოება, ასევე მედია ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რაიმე სახის შენიშვნები თავად ვენეციის კომისიის მიერ იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა დღეს ვენეციის კომისიის სხდომაზე და რა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს კონკრეტულად თავად ინიციატორი მხარე საქართველოს მთავრობა, ანუ იუსტიციის სამინისტრო.
ვენეციის კომისიაში დასრულებული სხდომის შესახებ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.